31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. არჩევნების თარიღი ბოლო 4 საათში ორჯერ შეიცვალა. თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა თარიღად 27 ოქტომბერი გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით კიდევ ერთი ბრიფინგი გაიმართა ავლაბრის რეზიდენციაში, სადაც ანდრო ბარნოვმა თარიღად 31 ოქტომბერი შეცვლილი თარიღი გამოაცხადა. ჩვენ ამ თემას ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდებით, მანამდე კი დღის სხვა მთავარი თემები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. დღეიდან მოქალაქეები გაფართოებული სერვისით ისარგებლებენ. პროგრამაში ჩართული ორსულებისთვის მშობიარობა უფასო ხდება. სახელმწიფოსგან დაფინანსდება ოჯახის ექიმის მომსახურება, გეგმიური ოპერაციები და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას ქვეყნის მასშტაბით გახსნილი სერვის ცენტრები პროგრამაში ჩართვის მსურველ მოქალაქეებს დილიდან იღებენ. იოანე დღეს დილით დაიბადა. ის პირველია, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უფასო მშობიარობით წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიაროში დაიბადა. მასთან ერთად ამავე პროგრამის ფარგლებში კიდევ 3 პატარა გაჩნდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით პროგრამაში ჩართული ორსულებისთვის მშობიარობა უფასოა. სახელმწიფო ორსულს ფიზიოლოგიური მშობიარობისას 500 ლარს უფინანსებს, ხოლო საკეისრო კვეთისას 800 ლარს. წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიაროში პროგრამის ამოქმედებამდე ფიზიოლოგიური მშობიარობა 620 ლარი ღირდა, თუმცა პროგრამის გამო ადმინისტრაციას ფასის შემცირება მოუწია. პატარა დაიბადა 2 და 700 დაიბადა. ძალიან ბედნიერი ვარ, პირველი შვილია ჩემთვის. ძალიან მიხარია. უკვე 4 ახალშობილი ყავს ამ პროგრამით, ვინც გაჩნდა, ვისაც 500 ლარია სახელმწიფო უნაზღავ. თუ პაციენტს ან მშობიარეს მელოდინეს სურვილი აქვს დამატებითი სერვისი, ანუ ეს იქნება უფრო გაუმჯობესებული პალატა, ლუქს პალატა, აყვანილი ექიმი, ამას რა თქმა უნდა სახელმწიფო არ დაფარავს. ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურება, ლაბორატორიული კვლევები, ასევე გეგმიური ოპერაციების ხარჯების 70%, მშობიარობა და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა 80%-ით, ხოლო 18 წლამდე პაციენტებისა 100%-ით ფინანსდება. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დღეიდან ემატება. ონკოლოგიური დაავადებების ნუსხაში არ მოხვდა ლეიკემია. ამ დაავადების მკურნალობის დასაფინანსებლად სახელმწიფო სხვა პროგრამაზე მუშაობს. სამედიცინო დაწესებულებები კი პროგრამის ამოქმედებისათვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ და პირველ პაციენტებსაც ელოდებიან. დაფინანსდება ისეთი ოპერაციები, რომელიც არის ფუნქციის შენარჩუნების მიზნით გასაკეთებელი. დღევანდელ დღეს ამდენადაც მე ვარ საქმეში ძალიან ბევრი პაციენტი ელოდებოდა ამ პროგრამის ჩართვას. მართვიანობა და დაინტერესება დიდია, უკვე მოხდა ანგარიშ ფაქტორების ფორმულაციის და შესაბამისი დოკუმენტაციის გატანება ჯანდაცვის სამინისტროში და როგორც კი საგანადირო წერილი მოვაჩვენამ და ჩვენ მზად ვართ რომ მოვიმსახუროთ. სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვის ცენტრები საქართველოს მასშტაბით დღეს დილიდან გაიხსნა. სერვის ცენტრებში პროგრამაში ჩართვის მსურველი პირველი ბენეფიციარებიც მიიღეს. წარმოადგენენ ფორმაცია, რომელშიც მათი დიაგნოზია დაფიქსირებული, კალკულაცია იმ სამეცნიერო სადაც სურთ მათ მომსახურების მიღება და შესაბამისად ჩვენ გავცემთ მიმართვებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველი ეტაპისგან განსხვავებით, რომელიც პოზიტიური სიის მიხედვით ფინანსდებოდა, მეორე ეტაპი ნეგატიური სიის მიხედვით დაფინანსდება. ფინანსდება აბსოლუტურად ყველაფერი, გარდა იმ ჩამონათვალისა, რომელიც გათასებული არის ნეგატიურ სიაში. ეს ნეგატიური სია რაიმე პრინციპული მახასიათებლებით არ განსხვავდება არსებული ნეგატიური სიებისგან, ანუ სპექტრი, რასაც მოიცავს ახალი დღეიდან დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვა, ეს არის ფაქტიურად 360 გრადუსიანი სპექტრი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. პირველ ეტაპზე 2 მილიონამდე ბენეფიციარმა სახელმწიფო დაზღვევა უკვე მიიღო. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 453 მიმართულება. პროგრამაში 425 პროვაიდერი იყო ჩართული და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.